გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. კოალიციაში ლელო ძლიერი საქართველოს საკადრო ცვლილებები განხორციელდა. დიახ, იქ თურმე საკადრო ცვლილებებიც ხდება. ვიღაცას ხსნიან, ვიღაცას აწინაურებენ, ვიღაცას ალბათ საყვედურსაც უცხადებენ პირად საქმეში შეტანით. და საკადრო ცვლილებების შესახებ კოალიციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე რეგიონული მიმართულებით აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძე გახდა. დაუფასდა ვეფხიას დაკავება. და ახალგაზრდულ ორგანიზაციას კი ლუკა ნაცვლიშვილი ჩაუდგება სათავეში, რომელიც ასევე აქციების დროს ბათუმში ადმინისტრაციული წესით 12 დღით დააკავეს. აი 12 დღე იყო დაკავებული და ახლა ლელოელ ახალგაზრდებს გაუძღვება ნათელი მომავლისკენ, რომლის ბოლოში მარშალის დიდი გეგმა ანათებს და ბადრი ჯაფარიძეს კი ღვიძავს. და ეს ყველაფერი სრულიად სერიოზულად ხდება, მეგობრებო. პარტია ლელოს გენერალურ მდივანს მოადგილეები ყოლია, თანაც სხვადასხვა მიმართულებით. აი ერთი როგორც გავიგეთ, ყოფილა რეგიონული მიმართულებით. საინტერესო სხვა მოადგილეები რას კურირებენ? კულტურასა და სპორტს ვინმე კურირებს? ალბათ კურირებს, მამუკა ხაზარაძე ის კაცია, რომ კულტურა და სპორტი უყურადღებოდ დატოვოს. იმედი მაქვს ინფრასტრუქტურას თავისი მოადგილე ყავს და შეიარაღებულ ძალებს კი თავისი. მოკლედ მუშაობს ლელო, აზანზარებს ჰაერს. ისე რაზე ვხარჯავ დროს, მეგობრებო, იმის მაგერად რომ უამრავი წავკითხავი წიგნის წაკითხვა მოვასწრო, უნახავი ფილმი ვნახო, მოусმენელი მუსიკა მოვისმინო. ამის მაგერად ვზივარ და ამდაგვარ სიბრიყვეს ვუსმენ. ვუსმენ და მე თქვენს გიყვებით, რათა ცხოვრება იავარდით მოფენილი არ მოგეჩვენოთ. კი მკითხავთ ამ სრულიად არაფრის მომცემ ინფორმაციას რატომ გვაწვდით ჯელო? და მე კი გიპასუხებთ, რომ ეს ინფორმაცია ერთ-ერთ წონიან საინფორმაციო საიტზე დაიდო და მეც გავეცანი. მე ხომ უნდა ვიცოდე თუ რა ხდება მტრის ზურგში, რათა ჩემებური რეაგირება მოვახდინო. როგორ არ გვეღირსა წესიერი, კონსტრუქციული, აზრიანი ოპოზიცია. ეს ძალიან ცუდია, დიახ. ესენი ვინც დღეს ფაციფუცობენ, ხომ არა ოპოზიცია, ეს არის რაღაც პროფანაცია, ამაზე მწყდება გული. მართლა გეუბნებით, გადაუხვიე, რა ტყუილად ხარჯავს მამუკა ხაზარაძე მილიონებს. აი რომ დათვალო, სხვისი ფულის დათვლა არაკეთილშობილური საქმე, მაგრამ ერთხელ შეიძლება. ხო და რომ დათვალო, რამდენი მილიონი დახარჯა ხაზარაძემ წლების განმავლობაში სრულიად უაზრო საქმეზე, ამ ფულით რამდენი მართლა კეთილი საქმე გაკეთდებოდა. და რომ დაუფიქრდე, ანუ ის ფული, რომელსაც მოსახლეობა ბანკს პროცენტის სახით უხდიდა, ეს მართლა რომ ხალხის ოფლითა და ჯაფით ნაშოვნი ფული დღეს ხმარდება სრულიად სისულელეს. კანა არა ეს საწყენი. ვინმეს გონია რომ ლელოს ოდესმე რამე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწევს პოლიტიკურ ბრძოლაში? ხაზარაძის გარდა ალბათ არავის გონია. დარწმუნებული ვართ, მისმა თანაგუნდელებმაც მშვენივრად იციან სრულიად ტყუილად რომ ირჯებიან, მაგრამ ამას ხაზეინს ხომ არ ეტყვიან. და წველიან მას. ალბათ ყველა მის სიტყვას ტაშს უკრავენ და ეუბნებიან, რომ ვახრა კაკალ გულში გაარტყით ბატონო მამუკა, სუფთა როთშილდი ბრძანდებით. და ხაზარაძესაც სიამოვნებს. მეგობრებო, თუ შენიშნით მამუკა ხაზარაძეზე საკმაოდ ბევრს ლაპარაკობდა, ეს იმიტომ ხდება, რომ ასეა თუ ისე ერთი თაობის, ერთი წრის, ერთი სოციალური ფენის ადამიანები ვართ. შეიძლება ერთნაირ მუსიკას ვუსმენდით, ერთნაირი ლიტერატურა გვიყვარდა, ერთნაირი კინო მოგწონდა. ხო და გული მწყდება, რომ ასეთი ადამიანი, რომელზეც ადრე სრულიად ნეიტრალური შთაბეჭდილება მქონდა, მსგავს სიბრიყვეს სჩადის. მეცაც გეტყვით. თავის დროზე, როდესაც მან ლიტერატურული პრემია საბა დააფუძნა, ძალიან გამიხარდა. ვიცი რა ჩვენი ლიტერატორების სავალალო ფინანსური მდგომარეობა, ეს პრემია, არ ვიცი ფინანსურად რამდენია, ძალიან წაადგებათ მეთქი ჩვენს მშიერ კალმოსნებს. მე ახლა იმაზე არ დავიწყებ ლაპარაკს, თუ ვის ურიგებდნენ ამ პრემიას. ეს ჩემი საქმე არაა და დიდად არც მაინტერესებს.
ვისაც უნდა იმად დაურიგო, მთავარი ფაქტია. გამიხარდებოდა ფულის სტომრებს ასეთივე პრემია მხატვრობაში, მუსიკაში, თეატრალურ საქმიანობაში და არა მხოლოდ კულტურულ, არამედ ჰუმანიტარულ და სამეცნიერო დარგებშიც რომ დაეფუძნებინათ. შეიძლება არის კიდეც ასეთი პრემიები, მაგრამ მე არ მსმენია. ხო და ხაზარაძის ის წამოწყება მაშინ ნამდვილად გამიხარდა. მაგრამ მე ეს ადამიანი წავიდა პოლიტიკაში რუსულ რეჟიმთან საბრძოლველად და აი აქ დამთავრდა ჩემი მისდამი ნეიტრალურობა. იმიტომ კი არა რომ ის პოლიტიკაში წავიდა. იმიტომ რომ ის ბრიყული გზით წავიდა პოლიტიკაში. წავიდა ნაცების გზით. და ნაცების გზა ადრე თუ გვიან პუშკინის ცნობილი ზღაპრეცის დედაბერივით მას დახვრეტილ გოფთან მიიყვანს და ვერც საბაუშველის მას და ვერც სულხანი. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.